კომუნისტების დროა, ახალი მოსულია უწმინდესი და ჯერ კიდე ძველ საპატრიარქოში ვარ, არის უпростоრეთ პატრიარქი სიონის ტაძრის ეზოში იყო ეს საპატრიარქო და ჩვენ გადავწყვიტეთ სტუდენტებმა, რომ 14 აპრილის მერე მივსულიყავით იქ, რა ქვია, სიონში. და ამ დროს კგბ-მ გადაწყვიტა, რომ ესე იგი გზა გადაეკეტათ, რომ ტაძარში არ შევსულიყავით. სიონში არ გვიშვებდნენ, რა მარაზმი იყო და რატო კაცმარეც. მოკეთ ეს კარები ხო ჩაკეტეს და ეს არის 70-იანი წლების ბოლო, წარმოვიდგინე. აი ენის ამბები რო ხდება, ხო, კი ბატონო. ახალი მოსულია და წლისთავი გვინდა რომ იქ შევიდეთ და მოკლედ ახალი გაპატრიარხებულია პატრიარქი და მამაშვილი იყვნენ ჩეკისტები, არაქართული წარმომავლობის იყვნენ, მგონი სახეზედაც ისეთი, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და გადაგვიღებეს მათ ხშირად ხვდავდი ჩვენ საწინააღმდეგოდ. და ეს შვილი პირდაპირ აი ფეხებით და ხელებით განერთხა იმაზე კარებზე და არ გვიშვებენ და უკვე ალყაში მოგვაქციეს კგბ-მ ისე, კგბ-ს ხო როგორ ვცნობდით სახეზე ძალიან სპეციფიური გარეგნობა ჰქონდათ და მივხვდი რომ მე ჩანთამაქს შავი ტყავის ჩანთამაქ და ნახევრად სავსეა პროკლამაციებით ხო და ხო ვფიქრობ რომ სო ამას წაიღებენ, მაგრამ ამას რო წაიღებენ ეს თავარი არ არის მთლიანად იქ ტიპოგრაფიული რაღაცები მეწყო რაც კვალზე გაგიყვანდა საიდანაც იყო ეს ისა და ვაიმე რა ვქნა ვიფიქრე და მარიამი იყო მაშინ შორენა არ იყო თავის იმაში მოსული იყო თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ მარიამი იყო თავარი ის და მარიამს გავყევი ხა უკან ამოფარებული ეს ჩანთით და შევარდი როგორც კი საპატრიარქოში შევარდი მაშინვე ისა რა ქვია გაუსწარი მარიამს ავედი მოკლედ ფაქტების მოტეხვა გინდა ხო ფაქტების მოტეხვა გინდა ავარდი და არც შემიხედია რა ხდებოდა და ის რა ქვია პატრიარქის ტახტის ქვეშ შევაგდე ეს ჩანთა ეს ჩემი ჩანთა და გამოვტრიალდი და ვხედავ უკვე მისაღებ ოთახში პატრიარქი ესე მიყურებს და შევხედე მეც ეს უწმინდეს და არცეც არაფერი ერთმანეთისთვის არ გვითხოვს აი რაღაც ეს იყო უთქმელად ნათქვამი ყველაფერი მე მგონი და ესე მიყურებს მეც შევხედე და უკვე დროც აღარ ითმენს იქაც აღარ მინდა გაჩერება იმიტომ რომ შემოვიდნენ პატრიარქთან რო ვარ და ეგეც უდე ჩამოვირბინე ეს კიბეები პატარა იყო ის საპატრიარქო ძალიან კომპაქტური ხო და ჩამოვედი ეზოში უკვე უჩანთოდ და რა თქმა უნდა კგბ-მ ეს არ გამორჩებოდა და ამას დაინახავდა რომ ჩანთით შევედი და უჩანთოდ გამოვედი მაგრამ რა თქმა უნდა ვერ გაბედეს რომ სტუდენტები აქ სუყვალა და იქ რო შესულიყვნენ ანჩხრეკა ჩაეტარებინათ მაგრამ თავარი ეგ ხوار არის იმათმა რა გაბედეს პატრიარქმა ხომ არ იცოდა ისინი რას გაბედავდნენ და რას არ გაბედავდნენ სახეზედაც კი ისეთ ყოფოდა რომ მაგრად იყავი მეუბნები ის კი არა რომ ეს რა გააკეთე ესეთ თანკო გაგანია კომუნისტების დროს და ამიტომ ვიძახი რომ მისი როლი გინდა დამოუკიდებლობის ქვეყნის დამოუკიდებლობის საქმეში გინდა აი ამ პროცესების მხარდაჭერაში რასაც ეროვნული მე არ ვფიქრობ რომ პატრიარქი მხარს უჭერდა დისიდენტურ მოძრაობას არ ვფიქრობ ამას იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გვისაუბრია ამ თემაზე მას ასეთი პოზიციაც ჰქონდა და ისეთიც მაგრამ ის ჩვენში ხედავდა რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით სამშობლოს სიყვარულით მცდარი იყო ეს პოზიცია სწორი იყო თუ რა იყო მაგისტრის ეგ იყო მთავარი რა მისთვის მთავარი იყო რომ ახალგაზრდები მოდიოდა თაობა მოდიოდა რომელსაც ქვეყანა უყვარდა და ერთხელ ტრაპეზეც უთხარი მაშინაც ესე იცოდა ხოლმე სუსუფრებს შლიდა სიონის ეზოშიც სხვა ეკლესიებშიც და ერთხელ უთხარი რომ უწმინდესო მეთქი იცი რა მიხარია ყველაზე მეტად აქ რომ მოვდივარ ხომ მეთქო და რაო რა გიხარია და აი ეს მეთქი რომ შემოვდივარ იქ ბაბოდადიანი და ძველი მრევლი ვინც რაღაცა 10-15 კაცი დახვდა სულ მრევლად პატრიარქს ოდესაც ის
პატრიარქად ეკურთხა და შემოვიდა სიონში და ესენი რო შევდივარ მეთქი, იცი, ერთმანეთს ესე უცხო თუ ვინმე ამეთქი, ესე გადაუჩურჩულებენ, რომ ეს ბავშვები, იცი, როგორი პატრიოტები არიან, ესე ჩურჩულებენ და იცი, როგორ სიამოვნებს და არ დამავიწყდება პატრიარქის გაცისკროვნებული სახე, იმიტომ ვიძახი, რომ მას ეს მომენტი, მას ის მოეწონა ჩემგან, რომ მე ამაყი ვიყავი იმითი, რომ როგორც პატრიოტს მიხსენიებდნენ და მას აი ეს მოსწონდა ჩვენში,